ნანახი ვაკ იმის რომ უკვე ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა თუნდაც სიჩქარესთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ პრევენციამ თქვა შედეგი გამოიღო და ძალიან ბევრი შემთხვევები ხდება. თქვა რომელიც თქვა ლეტალური დასასრულით მთავრდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ კუთხით კიდევ ამბობ, მე მივესალმები თქვა გამკაცრებას, მაგრამ დანარჩენი ახლა კიდევ ამბობ, ახლა მანქანის გაჩერება, ახლა გუშინ წინ იყო საუბარი იმაზე თქვა რომ აი კარგი არის როდესაც თქვათ ავგზავნებთ ტროტუარებზე თქვათ მანქანის და იქნება ჯარიმები, გარკვეული სანქციები ხო მანქანის დაყენებას. თუმცა მე გავაჟღერე კიდევაც ჩემს პოსტით რომ უпроსოდ კომენტარში რომ ქუთაისში სამწუხაროდ გაკეთა ძალიან ცუდი ტენდენცია და თუ გნებავთ თქვენს ნახეთ ძალიან ბევრი ქუჩები არის დავიწროვებული. რა იყო ადრე და როგორ არის ახლა? ანუ ქუჩების დავიწროვება მოხდა ტროტუარების უფრო მეტად კომფორტული სახის მიცემისთვის და გაფართოვდა ტროტუარები. და რა ხდება? მანქანა რომ მიაყენო გვერდით, ფაქტურად ქმნის საცობს. ამდენად ეს უკვე ხელოვნური ბიძგია იმისკენ რომ შეიძლება თქვათ მოხდეს ეს პრევენცია კი არ არის, შეიძლება მოხდეს და ყველაზე მთავარი ძალიან დიდი ხაფანგები არის ავტობანებზე. მეგობარი წუხდა და ერთი აი უთხარიო ესეთი რაღაცა სულ 2 დღის განმავლობაში წინ მივდიოდიო ზუგდიდში დადის ეს კაცი ძალიან წყნარად ყოველგვარი პრობლემის გარეშე და მომივიდა ჯარიმა. მაშინ როდესაც მე ჩქარა არ წავსულ ვარ. უარესი ადამიანს მოვიდა 300 ლარი დაჯარიმება, მივიდა უთხრა ერთი ამომიღეთო ეს ყველაფერი ჩანაწერები და გაუქმეს. ასე რომ აი ეს ხაფანგები და აი ეს საკითხები რისთვის კეთდება და ვისაწყობს მე არ ვიცი. თუმცა კიდევ ამბობ თუ ეს შეგნებულად არის იმისთვის რომ ხალხი გაღიზიანდეს ხელისუფლებაზე, ფიქრობ რომ ხელისუფლებამ ამას ყურადღება უნდა მიაქცია.